საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ პირიქით მისასალმებელია. თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია საქართველოს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს, ამბობს კობახიძე. მისივე თქმით, მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე 1 მარტიდან საქართველოს უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება. მიგრაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ პირიქით მხოლოდ მისასალმებელია. ბუნებრივია თითოეული პატრიოტი ქართული სურვილია საქართველოს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. პირველ რიგში ვაძლიერებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგცემს ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20,000-ზე მეტ შეადგენს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან ახსულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.